ისრაელის 12 ტომი. იაკობს ყავდა 12 ვაჟი, 4 ქალისგან. მათგან 2 იყო მეუღლე, ხოლო 2 იყო მხევალი. ლეა, რომელისგანაც მას ეყოლა პირველი ვაჟი რუბენი. აგრეთვე ლეასგან მას ყავდა ვაჟები: შიმონი, ლევი, იეჰუდა, იგივე იუდა, ისაქარი და ზებულონი. რაქელის მხევლისგან ბილჰასგან ყავდა 2 ვაჟი: დანი და ნეფთალი. ლეას მხევლისგან ზილფასგან ყავდა მას 2 ვაჟი: გადი და აშერი. ხოლო რაქელისგან მას ყავდა 2 ვაჟი: იოსები და ბენიამინი. ვინაიდან ლევის ტომელები არ იყვნენ მიწის მესაკუთრეები, მათი და იოსების ტერიტორია მიიღო იოსების ვაჟებმა, ეფრემმა და მანასემ, რითაც 12 ტომი სრულად შეივსო. ვისაც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ იეჰუდას იგივე იუდას ტომიდან არის მეფე დავითი, მეფე სოლომონი და ბაგრატიონებიც საკუთარ თავს სწორედ იეჰუდას, იუდას ტომის ნაწილად მიიჩნევდნენ.